საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა და ქვეყნის გარედან მართვის სურვილი. ევროპის სახელით მოლაპარაკე შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ევროპელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი. მასიური საპროტესტო აქციები გრძელდება თბილისსა და სხვა ქალაქებში. სიტუაცია 29 დეკემბრის შემდეგ დაიძაბება. მერე ევროკავშირმა და სხვებმაც უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ევროპის სახელით მოლაპარაკე კარლ ბილდტი იმ პოლიტიკოსების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით ხშირად კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ. ცდილობენ სუვერენული ქვეყნის იმიჯი დააზიანონ და საკუთარი ინტერესების გატარებით ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე იქონიონ გავლენა. კარლ ბილდტის განცხადებას ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განმარტებით მსგავსი ქმედებები ახასიათებდა საბჭოთა კავშირს, როდესაც ისინი სუვერენულ ქვეყანას გარკვეულ მითითებებს აძლევდნენ. ქვეყნის პირველი კანონმდებლის თქმით არიან გარე ძალები, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პატივს არსცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და მათ არჩევანს. როგორც ჩანს, და ამას დიდი ხანია ჩვენ ვაკვირდებით, არიან გარეთ ძალები, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პატივს არცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს. ამ ხრივ ისინი იმეორებენ იმ გზას, რომელიც ჯერ რუსეთის იმპერიამ გზაიარა საქართველოსთან დაკავშირებით, შემდეგ საბჭოთა კავშირთან საქართველოსთან დაკავშირებით. ახლა ვხედავთ ამ მეთოდით მოქმედ ზოგიერთ უცხოელ პოლიტიკოსს, ხა კალბიძე არ დავწურმანდები, ხა ის არის ჩვეულებრივი ლობისტი, რომელიც ფულის მოქმედებს და ჩათვალეთო ყოველი მისი განცხადება და დაწერილი წინადადებას უკან დგას ინვოისი და კონკრეტული თანხა. ეს არჩევნები ევროკავშირისთვის და ევროპული ქვეყნებისთვის და მათ შორის ბრიუსელისთვის არის გამოცდა და ტესტი იმისა, რამდენად ჩააბარებენ ამას ევროპული თქვათ პოლიტიკოსები თუ ლიდერები, ამას ვაკვირდებით ქართული საზოგადოება. ეს არის ტესტი. ისინი არიან თუ არა ერთგული ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა, დემოკრატიის და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემისა, თუ ისინი ნელ-ნელა ემსგავსებიან მას, ვისაც სიტყვით ებრძვიან. ეს სურვილი, რომ საქართველოს გარედან დაუნიშნონ ნამესტრინკები, რასაც ადრე რუსეთის იმპერია აკეთებდა, როგორც ჩანს, ვიღაცას თავში უტრიალებს. ეხლა აბა სხვა რისი გამოვლენა იყო ის, რომ პარლამენტის წინ ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიტინგზე იდგნენ და ქართულ ხალხს ეუბნებოდნენ, რა პოლიტიკური არჩევანი უნდა გაეკეთებინა. როდესაც სხვა პარლამენტის წევრები, ზოგიერთი ელჩი გამოდის და ქართულ ხალხს ეუბნება, რა არჩევანი უნდა გააკეთოს. ეს არის უპატივცემულობა სუვერენიტეტის და ეს არის ხოლო სუვერენიტეტის პატივისცემა არის ის, რაზეც დგას მთლიანი საერთაშორისო წესრიგი, ის წესრიგი, რომელსაც დღეს არღვევს რუსეთი უკრაინაზე თავდასხმით და ის, ვინც ამ ფრაზებს იმეორებს საქართველოსთან დაკავშირებით, იქცევა ზუსტად ისე, როგორც იქცევიან ქვეყნები, რომლებიც პატივს არცემენ სხვის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, ხოლო საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გახდა. ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილისთვის საქართველოს მოსახლეობის არჩევანი მიუღებელია. შესაბამისად ისინი თავს ესხმიან ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებას და მის მიმართ უსაბუძვლო კრიტიკასაც არ იშურებენ. ამის მაგალითია რადიკალების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების მონაწილეობა, სადაც მათ ხელახალი არჩევნები მოითხოვეს. ევროპელ პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ მსგავს კამპანიას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს ადამიანები პატივს არცემენ სუვერენული ქვეყნის ინტერესებსა და მის დემოკრატიულ პრინციპებს. მათი ქმედებები კი რუსულ ხელწერას გავს. ეს განცხადება არის აბსოლუტურად შეუსაბამო ევროპელი პოლიტიკოსისათვის, ევროპული სტანდარტისათვის და რეალურად არის მოწოდება დაპირისპირებისაკენ და იმ შეჯახებისაკენ, რასაც სამწუხაროდ საქართველოში ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი, თუმცა ამ მოწოდებით კაცილებით უფრო ფართომასშტაბიან
შეჯახებას გულისხმობს კარლ ბილდი. ჩვეულებრივად ერთ-ერთი ლობისტი არის, ხო? და ასეთი ლობისტური ჯგუფები სამწუხაროდ დღეს ბევრი არსებობს ევროპარლამენტშიც და ზოგადად მთლიანად ევროკავშირშიც. და მოდი გადავხედოთ, როგორი ჩარევა ხდებოდა მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც თითქოს და ჩვენი მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიტინგებზე იდგნენ, ხო პირდაპირ. და ყველა ამას ძალიან სათანადოდ შეაფასებს და კიდევ ერთხელ გადახედავს ჩვენი საზოგადოება თუ როგორი ასმაგი სტანდარტებით უდგებიან საქართველოს და რამდენის უფლებას აძლევენ საქართველოსთან მიმართებაში და როგორ უხეშად არღვევენ გაეროს წესდებას პირდაპირ, როგორ უპატივცემულობას გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. პირდაპირ მოწოდებები იყო ელჩების მხრიდან, რომ აი ხმა მიეცით ოპოზიციას. პირდაპირ მოწოდებები იყო რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, რომ აი ხმა მიეცით რადიკალურ ოპოზიციას. ანუ ვინ მიცა ამისი უფლება? და შემდეგ, როდესაც ისინი დამარცხდნენ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, ხო, აგონიურ მდგომარეობაში არიან. კარბილტი, რომელიც სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევითაა დაკავებული, საზოგადოებას კარგად ახსოვს მისი კრიტიკული განცხადებებითა და ქმედებებით საქართველოსთან მიმართებით. ევროპელი პოლიტიკოსი სააკაშვილის რეჟიმთან დაახლოებული პირია. მჟავრდებულ სააკაშვილს კი მის ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებაც ჰქონდა გაფორმებული, სადაც ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონობით დოლარი იქნა გადარიცხული. ასე მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს კარბილტის ლობისტური კომპანიის კრიბის ანგარიშზე 18 მილიონი დოლარის ოდენობის სულ მცირე 14 გადარიცხვა განხორციელდა. მაშინ სააკაშვილმა ამ გადარიცხვებთან დაკავშირებით არსებულ დოკუმენტებს, რომელსაც ხელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აწერდა, გრიფით საიდუმლო დაადო. შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლობისტური კომპანია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის PR კამპანიაშიც იყო ჩართული.